მოგესალმებით, მე ვარ ზურაბ ცხელიანი, პროფესიონალი MMA-ის მებრძოლი. მე-11 ბრძოლას გამართავ გამას main event-ზე და დაუპირისპირდები იუსუფ ქაზიმოვს. იუსუფ ქაზიმოვი გამოცდილი აზერბაიჯანელი მებრძოლია, რომელიც ვარჯიშობს ისეთ ვარსკვლავებთან, როგორიც არიან ხაბიბი, ისლამ მახაჩევი, მაგრამ ჩემთვის ეს დიდად არაფერს არ ცვლის, რადგან მე როცა ოქტაგონზე გავდივარ გასამარჯვებლად და მხოლოდ გამარჯვებისთვის. ეს ბრძოლა გაიმართება 70 კილოგრამში. ჩემთვის ეს წონა დებიუტია, რადგან 10 ბრძოლიდან 10-ვე ჩატარებული მაქვს 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ არასდროს არ ვიკლებდი 4-5 კილოზე მეც და სულ ვჩხუბობდი მაღალ წონაში. მაგრამ ეხლა გადავწყვიტე, შევიცვალო წონა და 70 კილოში გავმართავ აწი ჩემ ჩხუბებს. რაც შეეხება 70 კილოგრამის ჩხუბს, იმიტომ გადავწყვიტე, რომ ამ წონაში ვფიქრობ ოპტიმალურად გამოვიყენებ ჩემს სტრაიკინგს, ჭიდაობას, ძალას და ყველაფერ ამას ერთად უფრო მოუყრი თავს ერთი სიტყვით cage-ში და მეტად ძლიერი და მეტად სახიფათო ვიქნები ჩემი მოწინააღმდეგეებისთვის. წარმოშობით ვარ სვანეთიდან, დავიბადე სოფელ წვირმიში და როდესაც მოხდა მეწყერი, გადმოვსახლდით წალკაში. ამიტომ გავიზარდე წალკაში, სპორტის პირველი ნაბიჯებით წალკაში გადავდგი. დავიწყე კინგბოქსინგიდან, შემდეგ გრეპლინგი, MMA და ეგრე ნელ-ნელა დავაგროვე გამოცდილება ყველანაირ სპორტში. ხოლო რაც შეეხება კლუბს Warriors-ში გადმოვედი 2019 წელს და 2019 წლიდან შემოვერთი კლუბ Warriors. აქედან იწყება ჩემი პროფესიონალური კარიერაც. მე ძალიან ხშირად და უმეტეს შემთხვევაში შეხვედრილი ვარ უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ მებრძოლებს, მით უმეტეს ჩვენ ქვეყანაში. ჩემთვის ეს უცხო არ იქნება, რადგან რამდენჯერაც ჩემს მიწაზე შევხვდი უცხოელს, ბრძოლის შემდეგ ჩემი ხელი აიწია. როგორც თქვი, იუსუფ ქაზიმოვი კარგი მებრძოლია. როგორც სტრაიკინგში, ასევე პარტერშიც და ჭიდაობაშიც კაი ბიჭია და ახერხებს თავისი ძალის დემონსტრირებას, აქვს ჩოუქებითაც მოგებული, აქვს ნოკაუტებიც, მაგრამ ნახოთ ჩემს წინააღმდეგ რამდენად გამოიყენებს ამ ყოველივეს, რადგან მეც როგორც სტრაიკინგში, ასევე ჭიდაობაშიც საკმაოდ მზად ვარ. ჩემი აზრით ეს ბრძოლა დაიწყება დგომში, სტრაიკინგში, პირველი ნახევარი რაუნდი მინიმუმ და ვფიქრობ, რომ ეცდება ჩემი მოწინააღმდეგე გადამიყვანოს მიწაზე, მაგრამ რა თქმა უნდა ამის უფლებას არ მიცევ, ჩემი მიზანი იქნება, რომ მე თვითონ წავიყვანო ბრძოლა ისე, როგორც მე მინდა და არა ჩემი მოწინააღმდეგეს როგორც უნდა. თუ ჩამიყვანს, რა თქმა უნდა, მაგისთვისაც მზად ვარ, ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. იმიტომ რომ გრეპლინგში საკმაოდ მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს. გამას რინგზე უკვე მაქვს ერთი ბრძოლა ჩატარებული, 7 წამში ნოკაუტით გავიმარჯვე. აღსანიშნავია, რომ ის მებრძოლიც აზერბაიჯანიდან იყო, თუმცა ახლა განსხვავებული სიტუაცია, აქედან გამომდინარე, რომ ახალი ივენთია, სხვა მებრძოლია, თუმცა ვეცდები კვლავ ეფექტურად მოვიმპოვო გამარჯვება. გამა MMA ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორიაში ახალი ფურცელია. მიხარია, რომ ამ ივენთის ჰედლაინერი ვარ, ამ ივენთზე მრავალი ქართველი ბრძოლებს კიდე შეებრძოლება უცხოელებს და წარმატებები მინდა უსურვო ამ მებრძოლებს. გულშემატკივარს კი მოგიწოდებთ მოხვიდეთ 30 აგვისტოს და გულშემატკივროთ გამა ფაით ჰოლში. მოგესალმებით, მე ვარ ბონდომესი, პროფესიონალი MMA-ის მებრძოლი.
30 აგვისტოს ჩემს შემდეგ ბრძოლას გავმართავ გამა MMA-ის პირველ ივენტზე. ჩემი ბრძოლა იქნება main event-ი და დაუპირისპირდები ვასიფ ეჰლიმანოს. ორივე მებრძოლი ვართ წაუგებლები, მეც და ვასიფიც ორივეს გვაქვს 2-0-ზე და ამ ივენტზე რომელიღაც იგემებს პირველ მარტს, რომელიც მე არ ვიქნებ. დავიბადე საჩხერეში, წარმოშობით ვარ საჩხერიდან. ჩემი სპორტული ნაბიჯებიც საჩხერეში იყო პირველი. დავდიოდი თავისუფალ ჭიდაობაზე, შემდეგ თბილისში ჩამოვედი და 2021 წელს შევუერთდი ვეფხვის ტყავსანს და დავიწყე MMA-ზე ვარჯიში. შევუერთდი კლუბ ვეფხვის ტყავსანს, სადაც დავიწყე MMA-ზე ვარჯიში და სამოყვარულო ბრძოლებშიდაც დაუმარცხებელი ვიყავი. რის შემდეგაც გადავედი პროფესიონალურ MMA-ში. ჩემი ორივე ბრძოლა მაქვს პირველი რაუნდში ფინიშით დასრულებული. პირველი ბრძოლა მოვიგე ანაკონდა ჩოუკით და შემდეგ ჩემი მეორე ბრძოლა გავმართე დუბაიში 971 Fighting Championship-ში ამ ორგანიზაციაში, სადაც ნოკაუტით გავიმარჯვე. პირველივე რაუნდში აქაც. ჩემი ბაზა არის ჭიდაობა, მაგრამ MMA-ზე როდესაც დავიწყე ვარჯიში, სტრაიკინგის დახვეწე, ამიტომ დგომშიდაც კომფორტულად ვგრძნობ თავს, ამიტომ სადაც არ უნდა წარიმართოს ბრძოლა, ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. რაც შეეხება ჩემ მოწინააღმდეგეს, შეიძლება უნივერსალად ჩაითვალოს, რადგან დგომშიდაც ჩხუბობს, დაბლაც ჭიდაობს და ეს იმის საფოს გვაძლევს, რომ იქნება ძალიან კარგი ბრძოლა. ამ ივენტზე ბევრი აზერბაიჯანელი მებრძოლი ჩამოდის, ისინი ანგარიშგასაწევი ძალა არიან და ძლიერი მებრძოლები არიან, მაგრამ ჩვენ ქართველები მათ ღირსეულად დავხვდებით და ვაჩვენებთ ქართულ ძალას. გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ გამას MMA-ც დაემატა, რადგან გამა არის ხარისხიანი ყურებადი პროექტი, რომელმაც ბევრ მებრძოლს გაუხსნა გზა. გამაზე ჩემი ბრძოლა იქნება და მოხარული ვარ, გამაზე ჩემი ბრძოლა იქნება main event-ი, ამიტომ გელოდებით 30 აგვისტოს გამა MMA-ის პირველ ივენტზე.